გამარჯობა. მე დღეს გაგახსენებთ და მოგიყვებით ჩემი დეიდაშვილის, ზურა ელიბაშვილის ხუთიშვილის ტრაგიკულ ისტორიას. იმ მრავალ მიზეზთაგან, რის გამოც მე პროტესტში ვარ, ზურას ამბავი ერთ-ერთი პირველია ჩემთვის და იქნებ თქვენს სოლიდარულები იყოთ ჩვენი ოჯახის მიმართ. და რადგან მსგავსი შემთხვევები წინა ხელისუფლების დროსაც ხშირი იყო, შეგახსენებთ, რომ მოიცნობის დროსაც, მმართველობის დროსაც არაფერი შეცვლილა. მოკლედ, 2016 წლის 1 აგვისტოს ზურა სოფელი ყდანიდან წავიდა აეროპორტში დედისადაც მის დასახვედრად, ის აეროპორტში არ მისულა და 3 აგვისტოს მისი ცხედარი ელიევას მიმდებარედ მტკვარმა გამორიყა. 1 აგვისტომდე, უბრალოდ 3 აგვისტომდე, ესე იგი 1 აგვისტოს ჩვენ არ ვიცით ჯერ რომ ზურა გარდაცვლილია და ზურას ტელეფონის მდებარეობით ვარკვევთ, ვყოლობთ მანქანას საჯარიმოზე. პოლიცია ამბობს, რომ მიტოვებული მანქანა ნახეს, მწვავე არ იცოდნენ სად იყო და გადაიყვანეს საჯარიმოზე. ეს არის პირველი ტყუილი მათი მხრიდან, რადგან ისინი რეალურად ახორციელებდნენ დევნას ზურაზე, ზურას მანქანაზე. ნახეს, როგორ შეეჯახა ის ბელიაშვილზე ფორდის მაღაზიასთან სხვა მანქანას და გაიქცა მტკვრის მიმართულებით. საქმეში არის სულ 2 კამერის ჩანაწერი. ერთია საგზაო კამერა ნიკოლოზის ეკლესიასთან, სადაც ჩანს, რომ ზურას მანქანას წამოეწევა შკოდა ოქტავია 2016 წლიანი სახელმწიფო ნომრით დიდი 554 SS-ი და ამის მეტი არაფერი არ ვიცით. აქედან 13 წუთში ზურა ჩნდება ვახუშტის ხიდთან, ის ასწრებს საპატრულო პოლიციის მანქანას და ამ პოლიციის მანქანის კამერა იღებს, რომ ზურას აქვს ჩართული ავარიულები, ერთი საბურავი დაშვებულია, საერთოდ ძვრება მერე მანქანის საბურავი მარჯვენა წინა და ზურა დისკზე აგრძელებს გადაადგილებას იმ ადგილამდე, ბელიაშვილამდე და გადმოდის მანქანიდან და გარბის ფორდის მაღაზიასთან არსებულ მინდორზე მტკვრის მიმართულებით. ორივე პოლიციელი, ესენი არიან გიორგი კუჭაძე და მათე ხაზალია, გადმოდიან მანქანიდან, მისდევენ. სადღაც რამდენიმე წამში, 4 წამში მოდის კიდევ 6 ეკიპაჟი, 12 ადამიანი და მათ ეს 2 პოლიციელი, გავიმეორებ მათ სახელებს, გიორგი კუჭაძე და მათე ხაზალია, უჩვენებენ დიღმის მასივის მიმართულებით, თითქოს ზურა იქით გაიქცა. აქ მთავრდება ეს ჩანაწერი კამერის ანონიმურად ჟურნალისტებს მიაწოდეს. ანუ ესეც არ გვეცოდინებოდა. გვექნებოდა მარტო ის ნიკოლოზის ეკლესიის კადრი. არ ამოუღია გამოძიებას არც ერთი სხვა კამერის ჩანაწერი, არც კერძო, არც საგზაო და რამხელა მონაკვეთია, ანუ ბარათის შვილის ხიდზე ადის, გადადის მარჯვენა სანაპიროზე მარცხენადან, იქ ყველაზე მთავარი რაც არის ფორდის მაღაზიის კამერა, რომელსაც უნდა დაენახა ზუსტად საით გაიქცა, ზუსტად რამდენი ადამიანი დაედევნა და რა მოხდა. ზურას ოჯახმა ადამიანის უფლებათა ცენტრის საშუალებით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სტრასბურგში 2021 წლის სექტემბერში და უკვე 24 წლის თებერვლის ბოლოს მიიღეს პასუხი, ანუ სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი მიუკერძევებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარება და დააკისრა სახელმწიფოს 12,000 ევროს გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით ზურას ოჯახისთვის. ასევე დაადგინა, რომ ზურას სიკვდილსა და პოლიციის მიერ მისდევნას შორის კავშირი აშკარაა და კამერების ჩანაწერების არარსებობაცა და პოლიციის და არა პროკურატურის მიერ საქმის წარმოებაც დარღვევად იქნა მიჩნეული. რაც გამომრჩა იყო გვამზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც ნახსენებია, რომ ზურას სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები, მრავლობითი სისხლნაშღრთები და ნაჭდევები აღენიშნებოდა მარჯვენა პრიმალის, მარჯვენა თვალბუდის, ზედა ტუჩის
ორივე მუხლის, სახსრისა და წვივის მიდამოებში და სიკვდილის მიზეზად მითითებულია ასფიქსია, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა. 3 აგვისტოა თარიღი გარდაცვალების, თუმცა ნახსენებია, რომ ეს არ არის ზუსტი თარიღი, იმიტომ რომ წყლისგან დაზიანებული იყო სხეული და ამის დადგენა ვერ მოხერხდა. რატომ ჰქონდა ზურას სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები? ან როგორ დაიხრჩო მუხლამდე წყალში, როცა შესანიშნავად ზურავდა? რატომ არ დარეკეს სამაშველოში, როცა დევნას ახორციელებდნენ და კაცი გაქრა და გადაიჩეხა სადღაც? დავამატებ იმას, რომ აგვისტოში მან იყო მუხლამდე წყალი და მაგ ადგილას პირდაპირ წყალში ვერ ვარდები მან თუ გადაიხედები, ადგილია საკმაოდ მდინარემდე, ანუ მოშიშვლებული ხეებია და ესე ხევი ვითარი. მოკლედ ამ კითხვებზე პასუხი აქვთ, რა თქმა უნდა, გამომძიებლებს და პოლიციელებს, რომლებმაც საქმე არ გამოიძიეს შეგნებულად, იმიტომ რომ ამ საქმეში გარეული არიან მაშინდელი დიდი ბეჭდურეთის სამმართველოს უფროსი სულხან თამაზაშვილი, რომელიც ჩვენი ვარაუდით იჯდა ამ შკოდაში და ახორციელებდა ალექსანდრე ბირთვალიშვილის მითითებებს, რომ ზურასთვის ნარკოტიკი ჩაედოთ და დაეჭირათ. ეს ბირთვალიშვილის წარსული ისტორიების მაგალითზე ჩვენ შეგვიძლია მარტო ვივარაუდოთ, იმიტომ რომ არაფერი არ გამოძიებულა. ეს კაცი გავრილობის ღამის შემდეგ იქ მონდომებით მუშაობის გამო დააწინაურეს საერთოდაც და გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსი რაღაცა წლების მერე. სულხან თამაზაშვილი კი დღეს არის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დირექტორი და ის სანქცირებულია გომელაურთან და სხვა ძალოვნებთან ერთად. არიან კიდე საქმეში გამომძიებლები, რომლებმაც არ გამოიძიეს ეს საქმე და მათ ახალს და გვარებსაც წავიკითხავ, დავით პოპიაშვილი, ზვიად სულაშვილი, რუსუდან ციცქიშვილი, შოთა ჟორჟოლიანი. პოპიაშვილი იყო ადამიანი, რომელიც დეიდაჩემს უმტკიცებდა, რომ ზურამ თავი მოიკლა და აბაო არიაო და ხო ვერ უკითხავთო, რატომ მოიკლა თავიო. და რა თქმა უნდა, ის ორი პატრულის თანამშრომელი, გიორგი კუჭაძე და მათი ხაზალია, რომლებმაც ადგილზე შედგენილ ოქმში საერთოდ არ ახსენეს, რომ ფეხით დაედევნეს ზურას და მერე ჩვენება, სხვადასხვა ჩვენებები მისცეს. ერთი ამბობს, რომ იქ მტკვარი თუ მიედინებოდა, საერთოდ არ ვიცოდიო და კუჭაძემ საერთოდ თქვა, რომ მეო თვალთმაკლიაო, გენაცვალეო და ვერ დავინახეო, საერთოდ ვერავინ და ვერაფერიო. ამ ვიდეო მიმართვით მივმართავთ წულუკიანს და მოვითხოვ, რომ შეწყვიტოს ჩვენი ქვეყნისთვის თავსლაფის დასხმა და აი მაგ უტიფარის სახით, როგორითაც არ არსებულ რაღაცას იძიებს ზურა ელიბაშვილი ხუციშვილის ტრაგიკული სიკვდილის ამბავი გამოიძიოს. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, სოლიდარობა მათ ოჯახებს, დიდება გმირებს და ანწუხელიძე უკვდავია. დავამთავრებ მერაბ კოსტავას სიტყვებით. მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც დამოუკიდებელ ქვეყანაში თავისუფლებისთვის შეწყვეტ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენს და ქვეყნაც. ნახვამდის.